ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელს და მის შინაარსს ეხმაურებიან პოლიტიკოსები. პარტია ლელოში ამბობენ, რომ სარჩელი სამართლებრივ არგუმენტებს არ ემყარება და ის ავტორიტარიზმის მორიგი გამოვლინებაა. გახარია საქართველოსთვის და გირჩი კი თვლის, რომ პარტიების აკრძალვის პრეცედენტი ქვეყნისთვის ნეგატიური მოვლენა იქნება. შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება სამი ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის ახალის და ლელოს არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს. მმართველ გუნდს პარტიების აკრძალვის არგუმენტებს შორის მოყვანილი ყავს ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევები, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობები, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები და 2012 წლის შემდეგ განვითარებული პროცესები. სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვიანი ვადა აქვს. ჩვენ გადავწყვეტ უახლოეს დღეებში, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ამ პროცესში, ხა თავისთავად ეს პროცესი წინსწრებად განსაზღვრული პროცესია, ანუ ფინალი, ასე ვთქვათ, ამ ტრაგიკომედიის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, რომელიც რეალურად არა რომელიმე პარტიის გაუქმებაზე, არამედ დემოკრატიის, თავისუფლების სივრცის გაუქმებაზეა ორიენტირებული. ფინალი სამწუხაროდ ნათელია, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლო მორჩილია. მიუხედავად იმისა, ამ პარტიებს რა დანაშაულები აქვს ჩადენილი, პოლიტიკური პარტია ხალხმა უნდა დაამარცხოს არჩევნების გზით. თუ პარტიის დამარცხება გინდა, ეს პირველ რიგში უნდა გააკეთო არჩევნებით და არა აკრძალვით. რა თქმა უნდა, აკრძალვა როგორც ასეთი სამართლებრივად ეს არ არის მისაღები და დემოკრატიული ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კანონიერად სამართლებრივად, რა თქმა უნდა, აქვს პარლამენტს იმის უფლება, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. დაიღალა ქართული საზოგადოება ისეთ პოლიტიკური ძალებით, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალებით, რომლებიც საკუთარ ქვეყანას აზიანებენ, ეხლა უკვე საჯაროდ ამბობენ, რომ სუვერენიტეტი უნდა დაუთმოთ ბრიუსელს, საჯაროდ ამბობენ, რომ სამხედრო კონფლიქტში უნდა შევიდეთ რუსეთის ფედერაციასთან, საჯაროდ ამბობენ, რომ LGBT პროპაგანდა უნდა შეუშვათ მათ შორის არასრულწლოვნებში 9 წლის განმავლობაში და შემდეგ 2012 წლიდან დღემდე ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ქვია ნაცმოძრაობა თავის ფირელებთან ერთად აზიანებდა სახელმწიფოს. ამის მტკიცებულებები არსებობს. შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, თუ რაოდენ დიდი მავნებლობა აქვს ჩადენილი ამ სამ პოლიტიკურ პარტიას ქვეყნის წინაშე ზოგადად. ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობის ვალდებულებაც კი იყო გარკვეულწილად, რომ შესაბამისი რეაგირება მოყვეს ესეთ ქმედებებს. სარჩელში არის მოყვანილი ყველა მტკიცებულება იმის რომ ჩვენი აზრით ეს პოლიტიკური პარტიები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.